გამარჯობა, მე ნინო გვასალია ვარ, სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგოს ექიმის სტომატოლოგი. დღევანდელ ვიდეოში ვეცდები პასუხი გავცე ბავშვების პირისყრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ პატარას ჯანმრთელი კბილები გქონდეს? პატარების პირისყრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირველი კბილის ამოჭრისთანავე 6-7 თვის ასაკში იწყება. ანუ პირველ კბილსაც თავიდანვე ჭირდება მუდმივი წმენდა, რათა მასზე არ მოხდეს ნადების დაგროვება და დაზიანება. პატარებს მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ ტკბილეულის მიღების სიხშირე, მათ შორის ტკბილის სასმელისაც, რათა თავიდან ავიცილოთ კარიესი. საწოვარას მუდმივი გამოყენება აფერხებს კბილების ამოჭრას, ამიტომ პირველი კბილის ამოჭრისთანავე პატარა უნდა გადავაჩვიოთ საწოვარას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება მივიღოთ თანკბილვის დარღვევები. აუცილებელია ბავშვების სრულფასოვანი კვება. კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში მათი შემცველი პრეპარატების დანიშვნა ექიმის მიერ, რადგან სწორედ ამ ნივთიერებების ნაკლებობა არის კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. კბილების დაზიანებისაგან დასაცავად ასევე მნიშვნელოვანია კბილების პტორით გამდიდრება, ანუ პტორირება. კარიესის საწინააღმდეგო საიმედო პრევენციული მეთოდია ასევე ფისურების ჰერმეტიზაცია, ანუ კბილების ზედაპირზე არსებული ღარების სპეციალური თხევადი ნივთიერებით შევსება, რის შედეგადაც კბილის ზედაპირი ხდება გლუვი და გაცილებით მდგრადი ბაქტერიებისადმი. მშობლებისათვის ასევე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, თუ როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან. პირველი ვიზიტი სასურველია მაქსიმალურად ადრეულ ასაკში ჩატარდეს. ამ ეტაპზე პროცედურა მოიცავს მხოლოდ დათვალიერებას და რჩევა დარიგებების მიცემას მშობლებისათვის. გარდა ამისა, აუცილებელია რეგულარული 6 თვეში ერთხელ ვიზიტი სტომატოლოგთან, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი შესაძლო დაზიანებები და ბავშვს თავიდან ავაცილოთ მისთვის სტრესული პროცედურები. ხშირად მშობლებს უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ უნდა ვუმკურნალოთ სარძევე კბილებს, რადგან რამდენიმე წელიწადში მათ ნაცვლად მუდმივი კბილები ამოვა. სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია, რადგან დაზიანებული კბილი ინფექციის წყაროს წარმოადგენს, რაც ხშირად შინაგანი ორგანოების დაზიანების და მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. ყველა კბილს წინასწარ განსაზღვრული ამოჭრის ვადები გააჩნია. მის ხელოვნურად დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლებელია მუდმივი კბილი ამოიჭრას ნაადრევად, რაც თანკბილვის დარღვევას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა კბილი მისი ფიზიოლოგიური მოცვლის ასაკამდე შევინარჩუნოთ. და ბოლოს, სარძევე კბილის ქვეშ სპეციალურ პარკში მოთავსებულია მუდმივი კბილის ჩანასახი, რომლის დაზიანების ალბათობაც მაღალია ბავშვებში ანთებითი პროცესების სწრაფი პროგრესირების გამო. აქედან გამომდინარე აუცილებელია დაავადებას დროზე ვუმკურნალოთ, რათა მუდმივი კბილი ამოიჭრას დაუზიანებელი და ჯანმრთელი. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.